ბავშვი შემოყვანა მინდა ფეხბურთზე და მოვედით ახლა რომ რაღაცა მწვრთნელებს გავესაუბრო პირობებზე. ეს არის ჩემი ბიჭი, ქუდიანი. ხო, ჩვენც ახლები ვართ, 2013-იანი არის ჩემი, ლაზარე. ხო, თან აქვე ვცხოვრობთ სანზონაში და რომ ნახე ამათი პოსტი რომ რაღაც ახალი ბავშვების მიღებას ვიწყებთო, მეთქე მივიდით, ნახოთ. ხო, ჩემი 2013-იანია და რაღაც აშკარად ვერ ხარჯავს ხოლმე ენერგია. დაალაიქე ვიდეო თუ გიყვარს დედა. გამოიწერე არხი თუ გიყვარს მამა. გააზიარე თუ გიყვარს ღმერთი. თუ სამივე გიყვარს, შეასრულე სამივე. და მინდა რომ დაკავდეს რაღაცით, ხო? დედა ბესხვარ არის და მწვრთნელი. მე რაღაცა ვარ მომივიდა ახლა თვალში ეს კაცი. იქ ჩემი მეუღლია ქალბატონო გველოდება. ლაზარი წამოდი დედა. ომარიკო მოდი აქეთ. გამოვაი ხა მასწავლებელი და ბანახო ერთი შენი თავი, აჩვენე ბეჭები. შეხედე სულ გაოპლიანებულა, გაგაფრთხილე მე შენ. აუ ფეხბურთზე შეგყავართ, ახარც გავოპლიანდი. კარებში უთხოვდით ბურთს ბავშვები. გამარჯობა ქალბატონო, თქვენ გინდათ ბავშვის შემოყვანა, ხო? დიახ. ომარიკო მოდი აქეთ. აბა რომელია ქალბატონო თქვენი შვილი დამანახა? აი ეს ეხლა რო დაეცა. ხო, ეხლა გეტყვით რაშია საქმე. აით ეხლა ცოტა ხნის წინ რომ დედა სანზონარეთო 18-ში შემიყვანეო. თან თავის მეგობარი დადის აქ. ხო, 1-3 წელია და ვივლიან ესენიც ერთად. დიახ, გასაგებია და აი რა უნარები აქვს ბავშვს, ანატრეთო დადიოდა სადმე. კი, დავდიოდი ინგლისურზე და კიდე მათემატიკაზე. ოღონდ 4 თვე. მე გადასახადს ვეღარ ვიხდიდი და გამომიყვანა დიაჩემა. ხო, რა ვიცი, ახლა უნარები სირბილი უყვარს. ეს დადიოდა, 1 წელი დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ ვით აღარ მოეწონა მერე. ხო და ვეღარ ვიხდიდი გადასახადს და მაგითო გამოვედი. გადიო. ხო და თქვენი გუნდი გვაწყობს. თან აგერ ყოფილა ღრმაღელის მეტროდან 5 წუთში და მარტოც არებილის ბავშვი. მოკლედ, ჩაგწერთ, ნენელა ვიაროთ, შევხედოთ, სად უფრო ითამაშებს კარგად, თავდასხმაში, დაცვაში, მეკარეთ და ვაიმე, ოღონდ მეკარი არა, ძალიან გთხოვთ რა. და რატო ქალბატონო? რა ვიცი, რაღაც მეშინია. ვაიმე, რაღა მაინც ეს დააყენეს კარებში. ომარიკო, მიდი ეგ პენალტი უნდა აიღო. დარტყმა აიღო. ლაზარე გაუტანდა აბა ამას გოლს, ლაზარე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ლაზარი წამოდი.